გახსოვთ რამდენიმე წლის წინ ბიზნა ივანიშვილმა თქვა რუსთავი 2 არ უნდა არსებობდეს რომ არ არსებობდეს სულ სხვა რეალობაში ვიცხოვრებდითო ეს არხიო იმხანად რუსთავი 2 იყო მხოლოდ და არ იყო არც ერთი სხვა კრიტიკული მედია საშუალება ქართული ოცნება ბანდის წინააღმდეგ განწყობილი მომართული ეს არხი რეალურად საშინელი არხიაო მე შინაარს გადმოგცემთ და რეალურად ყველაფერს გატყუებთო სიმართლეს არ გიამბობთო რეალურად სულ სხვა რამ ხდება ჩვენს ქვეყანაში და ისინიო კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის თუ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიხეილ სააკაშვილის მოკლედ მომხრეები მიხეილ სააკაშვილის ჯიბის ტელევიზია რომ არ არსებობდეს ძალიან კარგ ქვეყანაში ვიცხოვრებდითო ეს ერთ-ერთი თვალსაჩინოებაა ქართულ დამოუკიდებელ მედიაზე პერსონალურად ბიზნა ივანიშვილის მხრიდან თუ მიერ განხორციელებული შეტევებისა. თუმცა ბიზნა ივანიშვილი მედიაზე თუ გულახდილები ვიქნებით ხშირად არ საუბრობს. საერთოდ იშვიათად საუბრობს, განსაკუთრებით ბოლო ხანებია ეს ოლიგარქი კაცი. აი მისი მომხრეები არა იმდენად რამდენადაც უფრო პოლიტიკური ხელმძღვანელობის, ეგრეთ წოდებული პოლიტიკური გუნდის, რეალურად კი ბანდის წარმომადგენლები კობახიძე სხვები და სხვები და სხვები დღე არ გავა რომ მედიას არ უტევდნენ კახაკალაძე ამ თვალსაზრისით გამორჩეულია თუმცა რატომ მხოლოდ კახაკალაძე უბრალოდ კახაკალაძეს ვახსენებთ იმიტომ რომ სიძულვილის ენა მისთვის ყველაზე მეტად მახასიათებელია მეთქი ამას ვიტყოდი მაგრამ შალვა პაპუაშვილი რა ჩამორჩება დედაქალაქის მერს აღარ ვლაპარაკობ ქართული ოცნების ტროლების და fake ეკაუნტების მფლობელების რიტორიკაზე. აგრეთვე ცნობილ ადამიანებზე, რომლებიც დღენიადაგ იმით არიან დაკავებულნი, რომ გააშჭავონ დამოუკიდებელი ქართული მედია. არადა დამოუკიდებელი ქართული მედია მოცემულ ეტაპზე ჩვენ ასეთი 3 არხი გვაქვს. ეს არის TV ფორმულა, ეს არის TV პირველი, ეს არის ტელეკომპანია კავკასია. აი ეს 3 არხი რომ არ არსებობდეს თუ კლებავთ მივათვალოთ პალით რაც არ მაქვს პრობლემა ეს 3 არხი რომ არ არსებობდეს ჩვენ პრაქტიკულად ვერც ერთ ხელისუფლების მამხილებელ ინფორმაციას ვერ გავეცნობოდით აბა ტელეკომპანია იმედი რომელიც ერთიანად დითირამბებს უმღერის უძვლის მართლ ბანდა პარტიას რას გაგიმხილდათ რა კორუფციული შემთხვევებია ჩვენს ქვეყანაში კორუფციის თვალსაჩინოებებს გამოა აშკარავებ და აი ისეთებს როგორებსაც აშკარავებს ასე მაგალითად დავით ქაშიაშვილი ჩემი კოლეგა და მეგობარი TV ფორმულად ტელეკომპანია რუსთავი 2 იმაზე ისაუბრებდა როგორ არღვევდა და არღვევს დღემდე საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება ადამიანის უფლებებს არა ტელეკომპანია რუსთავი 2 იმედი პოზიტივი თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი აგრეთვე ეგრეთ წოდებული ინტერნეტ გამოცემები და რაღაც პოდკასტებიც გავუკეთებიათ ამ ვინ გინდარებს მხოლოდ იმაზე ილაპარაკებდნენ რომ ყველაფერი არის ამ ქვეყანაში კარგად და ყველაფერი რაც ცუდია მიჩქმალული იქნებოდა ეს ქვეყანა ბიზნა ივანიშვილის ექსკლუზიური სუბიექტური განაცხადებით ტაშისა და ფანდურის ქვეყანა უნდა იყოს სადაც ღვინოს ასვამენ ღერიან ისე როგორც შეუძლიათ ოღონდ და არ ემღერებათ უმრავლეს შემთხვევაში უმღერიან ბატონს სადაც რუსეთის მოქალაქეები დათარეშობენ და დაპარპაშებენ და სადაც იმალება ნარკომანიის პრობლემა დემოგრაფიის პრობლემა ეკოლოგიური პრობლემები ჯანდაცვის პრობლემები განათლებაში არსებული პრობლემები თავდაცვაში არსებული პრობლემები ინფრასტრუქტურაში არსებული კორუფციის შემთხვევები ოღონდ მედლებს კიდებენ ცალკეულ გამარჯვებულ სპორტსმენებს თუ ინდივიდუალური და თუ სპორტის გუნდური სახეობებიდან ყოჩახ მოჭიდავე რაღაცა გიორგი ან ყოჩახ ძალოსანო პირობითად ლაშა იმიტომ რომ ლაშა მართლა ძალოსანი კი არა ეს ხო შტანგასაც რო წევს და დეპუტატი რო არის თან ის კაცია მართლა მსოფლიოში ყველაზე ძლიერი კაცია ასე რომ ამბობენ ხოლმე მაგრამ აი პოლიტიკაში რა უნდა სიმართლე გითხრათ არ ვიცი ბატონ ტალახაძეს ისევე როგორც რა უნდა და ასე მაგალითად რაგბის კავშირის დღევანდელ ხელმძღვანელ კაჭარავას არა ჩვეულებრივი მორაგბე იყო არა რაგბისტი არამედ მორაგბე მაგრამ
ასე ვიტყვი თავიც გაიფუჭა მეთქი ზუსტად ისე როგორც თავს იფუჭებს რეპუტაციას ილახავს ხსენებული ლაშა და ლახაზი ან გენო პეტრიაშვილი ან სხვების რომ არიან სპორტსმენებს სხვადასხვა მოწვევის პარლამენტში ქართული ოცნებიდან ბოლო პერიოდი 10 არჩევნებია მოვიგეთ გავიმარჯვეთ რა დალებს ხო მოკლედ ეს ქართული მედია ყველაფერს ტყუილს მოგახსენებდათ თქვენ და სულ სხვაგვარად ვარდისფერ ფერებში ვარდისფერ ფერებში დაგიხატავდათ რეალობას შესაბამისად თქვენ დათო ქაშიაშვილი ვახსენე და ასე მაგალითად არ გეცოდინებოდათ როგორ ქმედებს მაგალითად პოლიცია სასამართლო როგორ ქმედებს მაგალითად ან არ გეცოდინებათ როგორ ქმედებს მაგალითად პოლიცია ორი დღეა არა მეორე დღე ატეხილი ერთი ამბავი ნოდარ მელაძის შაბათის ანონსის თაობას ანონსში გამიშნელობა აქ საიდან მოიპოვა და როგორ მოიპოვა კადრები ნოდარ მელაძემ და მისმა გუნდმა ანონსში თუ ანონსიდან ჩანს რომ პოლიციელები არ დაგავიწყეთ ბიზნა ივანიშვილი ებრძვის TV პირველსაც ებრძვის TV ფორმულასაც ანუ ებრძვის ამგვარი ინფორმაციების გავრცელებას ამ ინფორმაციების გავრცელება მიაჩნია პრობლემა და არა ის თავისთავად რაც ხდება თურმე და ეს რაც ვიცოდით მაგრამ მაინც პოლიციის განყოფილებებში მოკლედ პოლიციელები ანონსის მიხედვით ასე ჩანს და სიუჟეტში რომელიც დღეს იქნება გასული TV პირველის ეთერში კიდევ უკეთ გამოჩნდება რომ პოლიციელები ძალადობენ მოქალაქეზე TV პირველი რომ არ არსებობდეს და ნოდარ მელაძე კონკრეტულად და მისი გუნდი კითხვა მაქვს ამას ამომრჩეველი გაიგებდა და ვერ გაიგებდა უფრო მაღალი ალბათობით მისცემდა მომავალ არჩევნებში ამ მოძალადეების მფარველ ქართულ ოცნებას და შესაბამისად მას არ ექნებოდა ინფორმირებული ნახეთ როგორ მოვატრიალოთ საუბარი ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა არ ექნებოდა ამომრჩეველს სრული ინფორმაცია იმის თაობაზე როგორ აფარებს თურმე და ისე რაც ვიცოდით მაგრამ მაინც საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლება მოძალადე პოლიციელებს ხელს არ აფარებს უბრალოდ თქვენგანი მეტყვის 2026 წლის თებერვალში დაიჭირეს 3 მოძალადეო მაგრამ რომელიმე თქვენგანი კი მეტყვის რომ ამგვარი ძალადობები პოლიციის განყოფილებებში სხვადასხვა ქალაქსა თუ რაიონში არ ხდება ყოველდღიურად ვერც ერთი თქვენგანი ვერ დადებს ამაზე თავს და ეს ყველაფერი რასაკვირველია არა იმიტომ რომ მინისტრი თამაზაშვილი ბრძანებას იძლევა რომელიმე დაკავებულისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების თაობაზე არა მაგრამ სისტემის ნაწილია ეს ყველაფერი რომელიმე პოლიციელმა თუ მილიციელმა რომელიმე განყოფილებიდან იცის რომ თუ ნამეტანი არ მოუვა მას პრინციპში ხელს დააფარებენ თუ ემანდ ისე მოხდება რომ კადრები რომლებიც სატომხას იღებენ მისივე კოლეგები ასევე მილიციონერები ეს არ გაჟონავს სადღაც მედიაში ამ შემთხვევაში ის ხელდაფარებული და შესაბამისად გადარჩენილია ამიტომ ეს ხულოდან ვიდრე გურჯაანამდე მეთქი ასე ვიტყვი 2 დღეში ერთხელ თუ 3 დღეში ორჯერ და ვინც ის და ყოველ დღე მოქალაქეებს ვისთანაც გაზდით რომლებთანაც გაზდით რომლებზეც აქვთ რაღაცა მტკიცებულება თქვათ წამლის მომხმარებელია ან ვიღაცა ხავს დასასახელებელი ჩასაშვები დასასახელებელი ან რაღაცა ინფორმაციის ასფლობსის დაკავებული და ამათმაცების გარეშე ეს ინფორმაცია ვერ გამოსძალეს ეს ძალადობები ეს არის ძალადობა წამება პრაქტიკულად რაც იცით თუ არა თქვენ რომ წამება ერთ-ერთი კი არა ერთადერთი უზენაესი უფლება რომელიც შეუზღუდავი უფლებაა ანუ წამების აკრძალვა წამება არ შეიძლება ყველაფერი შეიძლება ის სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაც კი შეიძლება გარკვეულ პერიოდში არ არის თლად უზენაესი სიცოცხლის უფლებაც კი არ არის გაგიკვირდებათ და ომიანობის პერიოდში უზენაესი აი წამების აკრძალვა კი გარდაულა დაუცილებელია წვისაც აწამებს ვინც აწამებს უფრო ზუსტი რომ იყო ის იმგვარია რომელიც გამართლებაც არ შეიძლება ხო და აი აქ ამ ქვეყანაში უგეწლებია და ბიზნა ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში სისტემური ხასიათი მიიღო დამატებით ამ ყველაფერმა მიმდინარეობს ადამიანების წამება რომ გამოსძალონ ინფორმაცია ან რომ აღიარებინონ ესა თუ ის ჭყალებში თუ ჭყალებოდ და ნაშაული
ოღონდ ეს ყველაფერი გარდა ამისა უნდა იმალებოდეს. ბიზინა ივანიშვილი ამგვარ ქვეყანას ქმნის, რომ ეს ყველაფერი ჩვენში, ანუ მათში უნდა ჩაიხარჯოს, მათ ქმაბში და ამ ნაცებს, კონკრეტულ ნაცებს, თუ კოლექტიურ ნაცებს, არანაირი ხელი არ აქვს ამ საქმესთან. მათი საქმე არ არის, ისინი ხომ თავად წამებლები იყვნენ. ისინი ხომ თავად არ ღვევდნენ ადამიანის უფლებებს და შესაბამისად რაღა ისინი არ ღვევდნენ ადამიანის უფლებებს, მათ არ აქვთ კრიტიკის უფლება. კრიტიკის უფლება რაღაცი არ აქვთ, შესაბამისად ქართული ოცნება ამ ურთულეს მისთვის ვითარებაშიც კი ცდილობს დაამტკიცოს, რომ უალტერნატივა, იმიტომ რომ ჯერჯერობით ვერ გამოჩნდა მისეული გაგებით პოლიტიკური ძალა, რომელსაც კრიტიკის უფლება მიეცებოდა. ოღონდ ვინც კი გამოჩნდა მეორე თუ მესამე მხრივ, უკლებრივ ყველას მიაკერეს ნაცობა. შენ მამუკა ხაზარაძე თუ შენ ლევან სუცკირიძე და ამ ორ სასწავი დავანებოთ ეკაბეს ელიასაც კი, რომელიც ბიზიდა ივანიშვილის პირველი თანაგუნდელი იყო გია ხუხაშვილთან ერთად, ოდესღაც იყო და დააბრალეს ნაცობა. მოკლედ ვინც კი ერთი გამოჩნდება, გამოერევა, ისე დაკორტნიან ხოლმე ქართველები კი არა. რუს ქართველები, რომ გასაკვირი პრინციპში არც არაფერია, მაგრამ ახლოსაც არ უშვებენ, ისინი არც განიხილავენ იმას, რომ ნორმალურების თუ უფრო ნორმალურების სასარგებლოდ დათმონ ხელისუფლება, ოდესმე იქნება და დათმობენ, რა საკვირველია, ოდესმე იქნება და, მაგრამ ისინი რას ფიქრობენ ამაზე გესაუბრებით და რა საკვირველია ბიზიდა ივანიშვილს სპეციალურად ძალიან არ აწყობს, რომ გამოჟონოს ინფორმაციებმა იმ უკეთურობების თაობაზე შესახებ, რაც ხდება მის სისტემებში და ეს არ არის პიროვნული, ოდენ პიროვნული დანაშაული ერთი აც უკვე დაპატიმრებული თუ სამი აც უკვე დაპატიმრებული პოლიციელისა. ისინი სისტემის შემადგენლობაში არიან და აქ იგითხარით მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვაქვს კადრები გადაღებული მობილურით. ყველა კადრი დოდარ ბელაძის, მადლობა სათქმელს, დავით კაშიაშვილს, მადლობა სათქმელს და სხვა ჟურნალისტებს, მათ შორის დამოუკიდებელ საგამოძიებო სტუდიებს, რომლებსაც მოუჭირა და მოუჭირა მარწუხები ბიზიდა ივანიშვილმა და მისმა ბანდიტურმა ხელისუფლებამ, მიუხედავად იმისა, რომ კადრები არ არსებობს, ეს არ ნიშნავს, რომ ფაქტი არ არის. უბრალოდ მოქალაქეები პირში წყალჩაგუბებულნი არიან, სწორედ იმიტომ, რომ ისინი არიან შეშინებულები. იმიტომ რომ ეშინიათ განსაკუთრებით რაიონებში, რომ პოლიციელი ჭიჭიკო თუ პოლიციელი ბიჭიკო, როგორც კი გაასაჯაროებს მოქალაქე ამა თუ იმ ამბავს მათი ოჯახის, მისი ოჯახის წევრზე განხორციელებული ძალადობის თაობაზე, ბიჭიკო თუ ჭიჭიკო მიადგება და იძალადებს დამატებით ამ მოქალაქეზეც და ამ მოქალაქის ძალადობა უკვე გამოვლილ ოჯახის წევრზეც ან საპატიმროში იძალადებენ, ან შეიძლება ამგვარი ძალადობა სულაც არ იყოს და მაგალითად პენსია ჩაუხსნან, შეუზღუდონ, დახმარება, რაღაცა შეავიწროონ და ისე დუმილი ურჩევნია მოქალაქეს შეშინებულს მილიციელების მიერ. ამასობაში არ არსებობს დამოუკიდებელი შეზღუდულია დამოუკიდებელი საგამოძიებო ჟურნალისტიკა. უცხოეთიდან ჩვენ ჟურნალისტები ფულს ვერ ვიღებთ, რომ კარგად დავაკვირდეთ watchdog-ის, მოდარაჯე ძაღლის ფუნქცია კარგად შეასრულონ, შევასრულოთ. არ არსებობს და განადგურებულია პრაქტიკულად არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც რაპორტზე წერდნენ ბიზინამ, ამიტომ მოსპორობ ჩაკეტილი ყოფილიყო სისტემა და სისტემების სასამართლო პროკურატურაში ნაგად საქმე და სამინისტრო სხვა ძალოვანი და ან არაძალოვანი სისტემები, სტრუქტურები. ეს ყველაფერი შეზღუდა, შეავიწროვა, მოახჭო, მოგუდა ბიზიდა ივანიშვილმა და აი სრულიად შემთხვევით თუ გამოახცევს რა კადრი და კადრი როცა არსებობს იქ რა საკვირველია იოლია დამტკიცება რომ მოძალადეა ვიღაც ჭიჭიკო თუ ბიჭიკო პოლიციელი, მაგრამ რამდენი კადრი არ არსებობს, იმიტომ რომ არ არსებობს მექანიზმი ამ კადრების მოპოვებისა. ახლა ნოდარ მელაძე გამოიყვანეს ამ ბანდიტებმა, ქართული ოცნების ბანდიტებმა პრაქტიკულად დამნაშავედ. თქვენს რა რომ ნოდარ მელაძეს ჩვენ ვუთხარით რომ ეს 22 წლის კადრები იყო და ანონსში კეთილიანება და უნდა ჩაესვა ეს ყველაფერი და არ ჩასვა და ვინ გეკითხებათ. რა თქვენი ორდუნდულა ერთი ადგილის საქმეა საბოლოო ჯამში. 22 წლიდან 26 წლამდე სულ რაღაც 4 წელი გამოხდა და 26 წელს რამე არ ხდება, რაც 30 წელს გამოვლინდება, როგორ გონიათ. თუ მაინც და მაინც 4 წლებებზე უნდა ვისაუბროთ, რა საკვირველია გამოვლინდება.
ჩვენ არ დაგავიწყდეთ, მათ შორის ქართული ოცნების მომხრეებს მიმართავ. არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენ ცხოვრობთ ქვეყანაში, რომელშიც ასე მაგალითად 15 წლის წინ ლუკა სირაძე ბოლო სართულიდან გადმოხდა და თავი მოიკლა. 15 წლის უკაცრავად ლუკა სირაძე გადმოხდა და თავი მოიკლა 2019 წელს. პოლიციის მიერ განხორციელებული ძალადობის სადაგაბო 2019-დან 26-მდე სულ რაღაც 7 წელიწადია, დღეიდან 7 წელიწადში რომ გამოჩნდეს რომ წელსაც ვიღაცამ მოიკლა თავი, არ 7 წელიწადში რომ გაჩნდეს ახალი ვინმე ლუკა სირაძე, იმის გამო რომ პოლიცია ძალადობს. აი 19-ში პოლიციის მიერ განხორციელებული პოლიციელთა ძალადობის გამო თავი მოიკლა ახალგაზრდა კაცმა 15 წლის ბიჭმა. 22-ში მოხდა ის ამბავი, რომელიც გააბრძელა ამბები, რომლებიც გააბრძელა ნოდარ ბელაძე და დღეს იქნება სიუჟეტი. იმ 3 წელიწადში რამ აღმოიფხვრა და თუ არ აღმოიფხვრა და ძალადობა გრძელდება დღემდე, გრძელდებოდა 22 წლამდე, რა გარანტია მაქვს? რომ 22-დან 26-მდე რამ გამოსწორდა? და რა გარანტია მაქვს, რომ ჩემი შვილი და მნაშავე თუნდაც ეჭვმიტანილი, თუნდაც ასე ვიტყვი, გარკვეული პერიოდის შემდეგ არ მოხდება პოლიციის განყოფილებაში და მოხდეს თუ რამ გამოსაძიებელი იქნება, მაგრამ მასზე არ იძალადებენ გარკვეული პერიოდის შემდეგ და ჩემს შვილზე მეტად იძალადებენ, მეთქი ასე ვიტყვი, იმიტომ რომ ჭყალებში ცნობილი ადამიანი ირაკლი ტაბლიაშვილის შვილია შესაძლოთ, მაგრამ რამდენი ხართ, მათ შორის ქართული ოცნების მომხრეები, უცნობები, რომელთა შვილმაც შეიძლება პირდაპირ მნიშვნელობით, ან ირივ მნიშვნელობით დააშავოს და თავში უფთა ქონო, ეს რბილად მივირთყი კეფაზე ხელი. ასე რომ თქვენც შეგეხებათ ეს ყველაფერი ქართული ოცნების არაძვირფასო მომხრეებო, რომლებმაც მაინც ჭიუტად რა მნიშვნელობა აქვს, რა გინდა რა მიზეზით მიეცით ხმა წლების წინ და წლების განმავლობაში სწორედ ბანდიტურ ქართულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილს ენდეთ, რომელიც ამ აყროლებული თევზის თავია. დიახ, თევზი თავიდან ხარს. ყოველთვის თევზი თავიდან ხარს. ოღონდ მედია ბიძინა ივანიშვილის გაგებით არ უნდა არსებობდეს. ტაბლიაშვილსაც არ უნდა ჰქონდეს ეს YouTube ჩენელი, იმიტომ რომ შეუძლებელია ალბათ YouTube-ის გაუქმება, ინტერნეტის შეზღუდვა. მე მგონია რომ ესენი ყველაფრის მკადრებლები ამაზე ვეღარ სწავლენ. თუმცა გამორიცხავთ კი, მაგრამ სამაგიეროდ შესაძლებელი და იოლი ყოფილა ტროლ ქარხნების, მართალია ძვირი უჯდებათ ალბათ, მაგრამ ტროლ ქარხნების შენახვა არსებობა შენახვა, რომლებიც ეს ტროლ ქარხნები ზოგი ექვემდებარება ერთს ოფიციალურ პირს, ზოგი მეორეს არაოფიციალურ პირს, რომელიც თავის მხრივ ოფიციალურ პირს ექვემდებარება, რასაკვირველია. და ყველაფერი თავს იყრის ან ოჯახთან, ივანიშვილის ოჯახს გულისხმობ, ან პარტიასთან, ან სუსთან და ასე შემდეგ და შეუსევენ ხოლმე ტაბლიაშვილზე კი არ ვლაპარაკობ, ანუ საკუთარ თავზე ახლა მაინც და მაინც მით უფრო მესამე პირში არა, შეუსევენ ხოლმე ხელისუფლების კრიტიკულად განწყობილებს და რას არ აკადრებენ. აი მაგალითად დღევანდ ეხლა წაგიკითხავთ. სუსტად 15 წუთის წინ მომივიდა ერთ-ერთი ბოლო შეტყობინება. წავიკითხოთ. ჩემი ერთ-ერთი rilsია. გოდიში, სწორედ. ძალით შეწუხებული ამას წერს ვინმე გიორგი ფერიაშვილი, არ ვიცი ის საკუთარი გვარსახელით სარგებლობს თუ არა, მაგრამ სკროლვისა და სკრინვისა აგენტოს მიმართავ. ვინმე გიორგი ფერიაშვილი, დავათვალიერებ ახლა. წერს ამგვარ რამეს, ძალით, ლათინური ასოები, ძალით შეწუხებული სახე აცემს და აცემს, მე მაგინებს, ბიძა ჩემო, ანუ ასე და ესე დამმართნია შენ სახეს, ბიძა ჩემო, დავათვალიეროთ. გიორგი, მე ხეთ დარწმუნებული ვარ, ქართული ოცნების მომხრე იქნება. შესაძლოა ტროლია, თუმცა არ ჰგავს ჭანღონი ცავსე კუნთ, მაგარ ბიჭსა კი ჰგავს და ასე შემდეგ. საკუთარი ფოტოები არის ალბათ, ხო, ანუ იმიტომ რაღაც მანქანიდან გადაღებული ვიდეო და ასე შემდეგ. აგერ შვილის ყოლია, გაუმარჯოს მის შვილს, კარგად თამაშობს ფეხბურთს, მეორე შვილიც სავარაუდოდ ესეც ქალიშვილი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე გეკითხებით. ეს რომ შემოუსიეთ ერთ კონკრეტულ შემომისიეთ ერთ კონკრეტულ ტაბლიაშვილს. მე არც ფერიაშვილისა და არც ფერიაშვილებისა მეშინია, მაგრამ ვიღაცა რომ გაატყდეს
აი ფსიქოლოგიური ზალადობაზე ეწოლა თქვენ გონიათ ფიზიკურ ზალადობაზე ეწოლაზე ნაკლები არის და ესეთი არის დღეში ჩემთვის პირადად არის ასობით ათობით კი არა ასობით მე თქვენის ვალდებულებაც ამაქვს და კვლავ ვიმეორებს ფეხებზე მკიდია მაგრამ ვინმე კრიტიკოსი რომ გატეხონ საქართველოს ხელი ქართული ოცნების კრიტიკოსის რო გატეხონ ქართული ოცნების ხელისუფლებამ რო გატეხონ სწორედ იმიტომაც დაბატებით არის მოგონილი ეს Facebook ტროლ ქარხნები მექანიზმი და სისტემა შორს წაგვიყვანს ეს საუბარი გავიხსენოთ კიდევ ერთხელ რას ამბობდა ბიზინა ივანიშვილი ერთხელ კი არა 7-ჯერ და მისი მომხრეები ამბობდნენ 70-ჯერ 140-ჯერ 100-ჯერ 420-ჯერ 840-ჯერ 1680-ჯერ და ასე შემდეგ ზორორზე დავაბრალე ხო რას ამბობდნენ ეს რუსთავიორი და ხა რუსთავიორი ასიკულია მოხელთებული აქვს ეს ფორმულა ეს ტევე პირველი ეს კავკასია რომ არ არსებობდეს გაცილებით სხვა ვარდისფერი სათვალეებით დავინახავდით ცხოვრებას და არ მოგვეჩვენებოდა რომ არის ინფლაცია არის ინფლაცია განადგურებულია ლარი ინფლაციური პროცესების თვალსაზრისით ასე ვიტყვი სყიდველუნარიანობა დაკარგა ლარმა დაკარგა გადაჭარბებული გქონიათ კარგით სყიდველუნარიანობა შეუსუსტდა ლარს ენერგეტიკაში პრობლემები გვაქვს უსაფრთხოებაში პრობლემები გვაქვს ჯანდაცვაში პრობლემები გვაქვს სოციალურ დაცვაში პრობლემები გვაქვს მართლა დიუშენის ბავშვების ამბავი გაიხსენეთ თუნდაც მედია რო არ ყოფილიყო ეგრა მაგის პასუხია რას შვებოდით მაშინ ასე შორებოდით მაშინ ინფრასტრუქტურაში პრობლემებია გატენილია კორუფციით და დააკვირდით გელას და ნინოს სიუჟეტებს გელა მთივლიშვილისა ნახეთ რა ხდება ეს საკეთი რო გაიყვანეთ სხვაშორის ჩინელებმა რა ხდება იშლება თქვენი არ არის ის სოფელი ესე იგი ყვართ სამშობლო საქართველოს ადგილზელოთ ხო კარგად ავსვამთ პირჯვარს ხო ვიწერთ როგორც იქ ტაძარი და წინაპრის საფლავი ასე რომ გვიყვარს და ასე რომ ამბობთ რომ როგორ გვიყვარს თურმე ხელისუფლების ადგილზელოს ვინც სვამს იმათაც ხო უყვართ ჩამოშლილი თქვენი არ არის თქვენი წინაპრის საფლავი საბურთალოს სასაფლაოზეა პანთეონში დაკრძალული თქვენი წინაპარი სოფლელების დედა არ ვატირე ხო მოგეთ ინფრასტრუქტურაში პრობლემებია ჯანდაცვაში განათლება განადგურებული უზბეკეთ არა უკაცრავად ყირგიზეთთან ჩადის ყირგიზეთის შესაბამის უწყებაში ჩადის საქართველოს შესაბამისი უწყების ანუ განათლების სამინისტროს წარმომადგენელი და ყირგიზეთთან აფორმებს ეს დედა აფეთქებული მემორანდუმს თუ თანამშრომლობის პაქტს თითქოს ყირგიზეთს განათლების რამ სისტემა ჰქონდეს ადეკვატურ სისტემას თორე ხა 7 სკოლა და 2 უნივერსიტეტი ექნება ისე რომ განათლების სამინისტროს წარმომადგენლები მარც კი იციან რა არის სად არის ზუსტად სად არის და ყირგიზეთი და რა არის ამ ქვეყნის ამ არაჩვეულებრივი ქვეყნის დედაქალაქი ჯანდაცვა განათლება ინფრასტრუქტურა თავდაცვა მორღვეულია თავდაცვა ამასობაში ვაჭრობა ჩინეთთან რუსული შავი ფული კრიპტო ასე შემდეგ და ბიზინა ივანიშვილს უნდოდა რომ მედია არ არსებულიყო ეს მედია რა თქმა უნდა არ აწყობს და ისრები კი გადააქვს იმაზე რომ ხმელაძემ საიდან მოიპოვა ან იცით თუ არა თქვენ რომ ეს 2022 წლის კადრებია არ გრძელდება დღეს ვოლსკის ენაზე ვაპროს არ გრძელდება დღეს მედია არ უნდა არსებობდეს აი ესეთი დასუსტებული მედიაც კი დასუსტებულია მედია თვიდან თვემდე მართლა ვერ იღებენ ხელფას თანამშრომლები ასე მაგალითად
ფორმულაზე. ბლიაშვილს აქვს საჯარო ვალდებულება. მე სხვადასხვა კვირაში ერთხელ თუ ორჯერ დავდივარ სამსახურში. ასე მაგალითად ტრანსპორტში ფული არ მეხარჯება, იმიტომ რომ ჩემი სახლიდან მე სამსახურამდე გადაჭარბების გარეშე 300 დაბიჯი. გარდა ამისა მე მაქვს მე საკუთარ თავს ასე აღევიქვა, რომ მე მაქვს საზოგადოებრივი ვალდებულება, რომ კვირაში ერთხელ პირველი 20 თუ ნახევარი საათი გადაცემაში და მე უკვე სტუმრებთან ერთად ჯამში 1 საათი, საათნახევარი სულ მაქსიმუმ ვისაუბრო აქტუალურ საკითხებზე. მე ვიხურავ კუც 300 მეტრს 300 ნაბიჯს გადმოვდგამ და სამსახურიდან ვბრუნდები სახლში. ბავშვთან ვარ 20 წლის არის 6-ის გახდება სკოლაში მიდის. წერ ვიდეოებს, აი როგორც ახლა ჩავწერე თუ წერ ტექსტებს და ასე შემდეგ. მაგრამ არიან ჩემს სამსახურში და არიან კი არა, ყველა ასეა. ასობით თანამშრომელი, რომლებიც ცხოვრობენ, უპუტრირებს ხადია, ფონიჭალაში, ორთაჭალაში, ქვემოჭალაში, დიღომში, დიდ დიღომში, სოფელ დიღომში, გლდანში, გლდანულაში, კიდე რაღაცა გლდანის ხევში, ციხეებთან, არა ციხეებთან, შორს, კიდე უფრო შორს, რუსთავში, კიდე უფრო შორს, რომლებიც ტრანსპორტ გზადს ამდომებენ დაახლოებით 2 საათი, აქედან იქით და გრამი, აი ფული არ აქვს. ხშირად მე შემწოდებია ეს ჩემი მეგობრები დავარქვათ, აბა რა უნდა დავარქვათ. ყველას კი არ ვიცნობ, მაგრამ მაინც ახალგაზრდა გოგო ბიჭები, 20 წლის ბიჭები, არ მწუწულებ მათი სახელითაც. შაურმის ფული არ აქვს. მაგრამ ისინი ემსახურებიან იდეას. მე ასე აღიქვა. იოლია იცით, თქმა იმისა, რომ მედია არ უნდა არსებობდეს. ეს რუსთავ ფორმულა და TV პირველი და კავკასია ნერვებს უშლით. არა, ნერვებს კი არა. ეს სამი არხი იქნება თავის აი ესეთი ალტრუისტი თანამშრომლებიანა, რომლებიც შეეხინებიან ქართულ საზოგადოებას თქვენ დასასამარებლად. პოლიტიკურ დასაბარებას გულისხმობთ ხადია. და ბიძინა ივანიშვილის ოცნებები ხდება ამ ქვეყანაში, განა არა. მაგრამ ყველა ოცნება უბრალოდ სულ რომ უარესად იყოს საქმე, უარეს დღეში რომ აღმოჩნდეთ, ყველა ოცნება უბრალოდ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქისა ვერ აღდგება, სრულდება. ასეა გრიგოლიჩ. წადი ახლა და ჩაიხუტე ხეებს.